სიუჟეტი. რატომ უნდა მოვიდნენ ზოგადად აბიტურიენტები საქართველოს უნივერსიტეტში და რატომ უნდა ჩააბარონ ჩვენთან? აქ ძალიან ბევრი ფაქტორი შეიძლება დასახელდეს. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, სტუდენტი უნდა მოდიოდეს იმ სასწავლებელში, სადაც მას აძლევენ კარგ ცოდნას. იმ ცოდნას, რომელიც მას გზას გაუხდის ცხოვრებაში და რომელიც მას მისცემს საშუალებას იყოს მოთხოვნადი და დასაქმდეს წარმატებულად. ეს არის ძირითადი მომენტი. ახლა ჩვენ კვლევებიც ვაწარმოებთ ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულების დასაქმების მიმართულებით, გვაქვს შესანიშნავი შედეგი ზოგადად. ჩვენი კურსდამთავრებულების 90% არის სრულიად წარმატებული ახალგაზრდები. აქედან 72% არის უკვე დასაქმებული. აქ არ შედის სტუდენტები, რომლებიც ჯერ კიდევ სწავლობენ და არიან დასაქმებული. ჩვენ აქ სუფთად ვსაუბრობთ კურსდამთავრებულებზე, ხოლო დანარჩენი 18% უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში აგრძელებს სამაგისტრო სწავლას და გარკვეული პროცენტი ჩვენთან საქართველოს უნივერსიტეტშიც აგრძელებს სამაგისტრო სწავლას. იმ ფაკულტეტებზე, იმ სკოლებში, სადაც ჩვენი სტუდენტები სწავლობენ და თავიანთ ცოდნას ეუფლებიან, ყოველთვის, ყოველწლიურად, სემესტრულად 2-3 უცხოელი სპეციალისტი გვყავს მაღალი დონის ამერიკელი თუ ევროპული უნივერსიტეტებიდან მოსული პროფესორები, რომლებიც კითხულობენ გარკვეულ კურსებს. ინგლისური ეს არის ჩვენთვის პირველი უცხო ენა, ის პრაქტიკულად არის ჩვენი მეორე სასწავლო ენა. ჩვენ პირდაპირ გვიწერია კიდევაც ეროვნულ გამოცდებთან გადაცემული გვაქვს, რომ სწორია ჩვენთან სწავლა არის ქართულად, მაგრამ ინგლისური კომპონენტებით. მე მინდა რომ ყველამ ეს გაითვალისწინოს, რას ნიშნავს ინგლისური კომპონენტებით, იმას რომ მთელი რიგი კურსები შეიძლება წავიდეს ინგლისურად, სახელმძღვანელოები მესამე-მეოთხე კურსზე პრაქტიკულად არის პირწმინდად ინგლისურ ენოვანი და შესაბამისად ჩვენი აბიტურიენტებს უნდა გქონდეთ გაცნობიერებული, რომ მათ მოუწევთ უნივერსიტეტში ინგლისურენოვანი ლექტორების მოსმენა, ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოებიდან სწავლა. რომ ჩემის აზრით ჩვენი სტუდენტები, აბიტურიენტები უნდა აირჩიოს საქართველოს უნივერსიტეტი ძალიან მნიშვნელოვანი 3 მომენტის გამო. საქართველოს უნივერსიტეტში არის საუკეთესო ინფრასტრუქტურა, საქართველოს უნივერსიტეტში არის საუკეთესო სწავლა, სტუდენტები ერთობიან სტუდენტურ კლუბებში და მათი ესე იგი სასწავლო პროცესის მიღმა ცხოვრება არის ძალიან საინტერესო და საბოლოოდ გადასახადი არის ძალიან დაბალი. საქართველოს უნივერსიტეტში სწავლის დონე მიანად მაღალია, რომ ძალიან დიდ განათლებას მიიღებს ადამიანი და შემდეგ ალბათ ვფიქრობ, რომ პროგრამაში გამოვადგება ალბათ ყოველფერში გეხმარება გასული პროგრამებიც აქვს, თუ წარმატებით დამტო რომ უცხოეთში სწავლის გაგრძელების უფლება გააქვს და გეხმარებიან რომ უცხოეთში სწავლა გააგრძელო. სწავლაში თავიდანვე კიდე ბევრი სიახლეა, კიდე ზოგი ვისაც რა შეუძლია სტუდენტს სიტყვა ზოგი ხელოვნებით დაკავებული ზოგი სპორტით და ის გეხმარებიან რომ ეს განერგოს და გააკეთოს და განავითაროს. საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიას აკადემიურ თანამდებობაზე ანატომიის სრული პროფესორი. ძირითადი კრიტერიუმები არის აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო პედაგოგიური საქმიანობა, სამეცნიერო კვლევები სილაბუსში საგანში, რასაც მომავალი პროფესორი წაიკითხავს, ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნა და უცხოენების ცოდნა. ამ შემთხვევაში უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ენას. საბუთები უნდა წარადგინოს კანდიდატმა 23 მარტამდე საქართველოს უნივერსიტეტის მესამე კორპუსში 501 ოთახში. რაც შეეხება დანარჩენ გამოცხადებულ აკადემიურ თანამდებობებს, ვაკანსიებს გამოცხადებულ საქართველოს უნივერსიტეტში, თქვენ შეგიძლიათ იხილოთ სრული სია საქართველოს უნივერსიტეტის ვებგვერდზე. საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს ვაკანსიებს შემდეგ პოზიციებზე: ბიზნესის, ეკონომიკის და მართვის სკოლა, ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე, ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით, 1 ვაკანსია. სოციალურ მეცნიერებათა სკოლა, ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე, პოლიტიკის მეცნიერების მიმართულებით 1 ვაკანსია. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა, ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე, ისტორიის მიმართულებით 2 ვაკანსია თბილისში. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა, ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე, აკადემიური წერის მიმართულებით 2 ვაკანსია. სამართლის სკოლა,
სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე სამოქალაქო სამართლის მიმართულებით 1 ვაკანსია. საჯარო სამართლის მიმართულებით 1 ვაკანსია. ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე შემდეგი მიმართულებით: სამოქალაქო სამართალი 4 ვაკანსია. საჯარო სამართალი 2 ვაკანსია. მათემატიკის, ინფორმატიკის და ინჟინერიის სკოლა. ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე მათემატიკის მიმართულებით 1 ვაკანსია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის სკოლა. სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე ანატომიის მიმართულებით 1 ვაკანსია. დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმეებს თან უნდა დაურთოთ ფოტოსურათი და გამოგზავნოთ შემდეგ ელპოსტაზე. ვაკანსია rustavi2.com ან მისამართზე. სანდროეულის ქუჩა 5-ია. სამოქალაქო რეესტრის სააგენტო აცხადებს კონკურსს შემდეგ პოზიციებზე: სამსახურის უფროსი, სიღნაღის, დედოფლის წყაროს, ფოთის და გალის სამსახურებში 4 ვაკანსია. სტაჟიორი, თბილისის, რუსთავის, ბათუმის, სიღნაღის, დედოფლის წყაროს, ფოთის და გალის სამსახურებში. სავალდებულო მოთხოვნა: აპლიკანტის ასაკი განისაზღვრება 25-დან 35 წლამდე. ანალოგიურ პოზიციაზე მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება. ქართული, ინგლისური და რუსული ენების ცოდნა. დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმეებს თან უნდა დაურთოთ ფოტოსურათი და გამოაგზავნოთ შემდეგ ელპოსტაზე. ვაკანსია rustavi2.com ან მისამართზე სანდროეულის ქუჩა 5-ა. როგორც გახსოვთ, ჩვენი გადაცემის მეშვეობით საქაერო ნავიგაციამ გამოაცხადა ვაკანსიების სინოპტიკოსების თანამდებობაზე. ჩვენთან შემოვიდა დაახლოებით 500-მდე რეზიუმე. ჩვენ ეს რეზიუმეები გადავეცით